პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ისტორიაში პირველად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობის უმრავლესობას სისხლისღვრით ემუქრება. ამ და სხვა საკითხებზე დღეს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მოგესალმებით. თავის პრეზიდენტობის მიწურულს სალომე ზურაბიშვილმა მორიგჯერზე გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და მორყევა, არამედ ქვეყანაში მსოფლიოს დასანახად სამარცხვინო არეულობისა და ფარსის მოწყობა. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია, რითაც ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სისხლისღვრით დაემუქრა, თუ კი ისინი არ დათმობენ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავირამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე იმისა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის გამტყუნებული იმპიჩმენტის პროცესში, თუმცა მთავარი პოლიტიკური და მორალური დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, ესა არჩევნებში მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების არცნობა, რითაც მისთვის არასასურველი და მიუღებელი შედეგის აყირავება სცადა. სალომე ზურაბიშვილი იქცა კიდევ ერთ პრეზიდენტად, რომელიც პირდაპირაა დაკავებული საკუთარი ქვეყნის უცხო გავლენებისთვის ჩაბარებით, იგი მოქმედებს ზუსტად იმავე ძალების მიერ დაწერილი იდენტური სცენარით, რაც მისი ერთ-ერთი წინამორბედისთვის შეიქმნა. გავიხსენოთ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები. გავიხსენოთ ზუსტად არჩევნების ღამისთვის საარჩევნო შედეგების ამოსატრიალებლად დადასტურებულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით საქართველოში შემოპარული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. ახლა ვხედავთ, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად შერჩეულია ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები, შერჩეულია არჩევნების პროცესი, შერჩეულია ადგილობრივი უცხო ძალის გავლენის ქვეშ მოქმედი ჯგუფები, ხელწერა არის აბსოლუტურად იგივე. ცრუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ცნობს სამართლიან ჩატარებულ არჩევნებს, სადაც თავისუფლად გამოიხატა 2,060,000 მოქალაქის ნება. არ ცნობს ქართველი ხალხის არჩევანს, არჩეულ ხელისუფლებას, არჩეულ პრეზიდენტს, უცხო ქვეყნებისგან ითხოვს მხარდაჭერას ანტიკონსტიტუციური ძალადობრივი პროცესების წასახალისებლად. საკუთარი ქვეყანა, რომელიც მისთვის საბოლოოდ ვერ იქცა სამშობლოდ, მისი ხელიდან განწირულია არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და ქაოსისთვის. საბედნიეროდ დღევანდელ ხელისუფლებას ყველანაირი ბერკეტი აქვს, რათა არ დაუშვას მტრული ძალების შაუბნელი ზრახვების ასრულება. ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ქართველი ხალხია, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, შინ თუ გარეთ, რომ კარგად ხვდება თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რადიკალური ოპოზიცია რამდენიმე ასეულ მხარდაჭერთან მარტო დატოვა. მადლობა. მათ შორის სიაში არის ირაკლი კოპარნიძე. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯთან მთავრობამ გაუწევა ეს განცხადება და ამ განცხადებაც მინდა რომ ვკითხოთ რა არის განცხადების მთავარი პათოსი ის რომ საქართველოს ნაბიჯებს გადადგამს ამ რა თქმა უნდა ეს არის თავდასხმა ქართულ ხალხზე და მის ხელისუფლებას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა გასაგებია ჩვენ ამას ვაკვირდებით უკვე დიდი ხანია, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემი არის მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართულ ხალხზე. რაც სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ლიეტუელ და ესტონელ ხალხთან გვაქვს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მათ შორის საერთო ისტორიული წარსულითაც არის განპირობებული და ამიტომ გულსადგენი არის, რომ ხელისუფლებები ამ შემთხვევაში საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ლიეტუელი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ თავს ესხმიან ქართულ ხალხს. ჩვენ ვნახეთ, რომ ლიეტუვის და ესტონეთის ხელისუფლება იყო ჩართული მათ შორის წინასაარჩევნო პროცესში. ხედავდით მათ თბილისის ქუჩებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მიტინგებში იღებდნენ მონაწილეობას და მაშინაც ვამბობდი, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ ხალხთან, სამწუხაროდ, რომლებიც ერთადერთი რამე შეიძლება მიაღწიონ, ისინი ჩვენ ვერ დაგვაზიანებენ, თუმცა შეეძლოთ დაეზიანებინა ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა. ამიტომაც ნახეთ დღეს საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ასეთ დაბალ პროვოკაციებს არ ავყვებით,
ჩვენ ესტონელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ დავრჩებით იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ეკადრება ჩვენ ურთიერთობას. შეგახსენებთ, რომ იგივეს ხედავდით ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სხვათა შორის ეს სია, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს, იდენტურია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიისა, აქაც ჩანს საერთო ჯამში ის საერთო ხელი, რომელიც ამ ხელისუფლებებს მართავს, საერთო ხელწერა, უკვე ერთიანი სიებსაც კი უდებენ ერთი და იგივეს. ანუ ამ ხრივაც კი საკუთარი აზრი არ აქვს ჩამოყალიბებული სიასთან დაკავშირებით და უბრალოდ copy-paste-ით ერთი ხელით იმართება ეს ყველაფერი. შესაბამისად ჩვენ ამ ურთიერთობაში ვართ დიდი ხანია უკრაინის ხელისუფლებასთანაც, რომელიც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგო თავს ესხმის ქართულ ხალხს და ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას უკრაინელ ხალხთან. ამ ყველა პროცესების შემდეგ, მას შემდეგ რაც უკრაინის ხელისუფლებამ იკადრა ქართული ხალხის წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენ უკრაინელ ბავშვებსაც ვიღებით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, არც ჰუმანიტარული დახმარება შეგვიჩერებია, არც საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინელი ხალხის დახმარება არ შეგვიჩერებია. ვინაიდან ხელისუფლებები იცვლება, შეიცვლება უკრაინაშიც, შეიცვლება ლიეტუვაშიც და ესტონეთშიც. სხვა შორის ლიეტუვაში ახლახან შეიცვალა ხელისუფლება და წინა ხელისუფლების გაფუჭებულ საქმეზე უწევს სამწუხაროდ მემკვიდრეობის მიღება და საბოლოო ჯამში მიხვდება ყველა ეს ხალხები, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ხალხების საერთო ინტერესით მოქმედება. აქვე მინდა ერთი რამ დავამატო, როცა ვსაუბრობ ჩვენ ლიეტუვასა და ესტონეთს, ორივე ქვეყანა იცით ზომით ჩვენზე მოსახლეობით და ჩვენზე პატარა ქვეყნები არიან. არ ვიცი რატომ აქვთ ეს გარკვეული რაღაც საბჭოური მენტალიტეტი მათ ხელისუფლებებს შემორჩენილი. ჩვენ საერთო საბჭოთა კავშირის ფარგლებში საერთო წარსული გვაკავშირებს და ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს, ოდესაც ეგრეთ წოდებული დიდი ძმის პლატფორმიდან გელაპარაკებიან. როგორც ჩანს საბჭოთა წარსულიდან ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მხოლოდ ეს ნაწილი შერჩათ შეითვისეს, რომ სხვა ქვეყნებს ესაუბრონ ზემოდან და გამოიყენონ რა ის პლატფორმა, რომ არიან ევროკავშირის წევრები და ნატოს ხოლგით დაფარულები და ამ ზურგით, ასე ვთქვათ, თავად ზურგით გამაგრებული ევროკავშირის და ნატოს ზურგით გამაგრებული ქართველ ხალხს ელაპარაკონ ასეთი ზემოდან დაყურებით, ასე ვთქვათ, თუ დახედონ ზემოდან ქართველ ხალხს. შეგახსენებთ ყველას, რომ სადაც და მათ შორის ხედავთ მათ განსაკუთრებულ ვერბალურ გამორჩეულ ხარდაჭერას და განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, საომარ რიტორიკას თუ საბრძოლო რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. სადაც საომარი იყო ავღანეთში, სადაც მათი ომი იყო ნატოს წევრების, ესტონეთის და ლიეტუვის ომი სადაც იყო, იქ მათ ყავდათ 30 კაცი, ისიც შტაბებში დამალული. და იქ 1000 ჯარისკაცი ყავდა ჩვენ. რამდენიც ლიეტუვას და ესტონეთს ყავდა ჯარისკაცები, იმდენი მხოლოდ ჯარისკაცი ჩვენ დაიღუპა ავღანეთში. აი სადაც საომარი იყო, მათი ომი ჩვენ ვიომეთ. და ახლა, როდესაც ეს ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება ჩვენ ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ ქართულ ხალხზე თავდასხმით რაღაცნაირად ასე ვთქვათ, გვაჩვენოს მათი განსაკუთრებული, არ ვიცი, შესაძლებლობები, ეს უბრალოდ არასერიოზულია და მინდა შევახსენო, რომ ეს არის როგორც ჩანს ამ ხელისუფლებების მადლიერება ქართული ხალხის მიმართ, რომ მაშინ, როდესაც ქართულმა ხალხმა მათი ომი იომა ავღანეთში, ისე რომ ჩვენ არ ვიყავით ნატოს წევრები და ჩვენ ამ მისიაში წავედით საერთო მიზნებისა და სიკეთის გამო და როდესაც ჩვენ 1000 კაციანი კონტინგენტი ვიყავით წარმოადგენელი, 30 კაცი ყავდა ესტონეთს და ლიეტუვას ავღანეთში, ისიც შტაბებში. და ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე იყვნენ ამ ომში, აი სადაც მათი ომი იყო, აი მათი ომი ჩვენ ვიომეთ. ასე რომ აი ეს ქედმაღლობა, რომელიც როგორც ჩანს ნატოს ხოლგა, რომელიც ნატოს ხოლგით არის, ასე ვთქვათ, გამოწვეული, გასაგებია დაცული არიან, ხა რა ედარდება, ჩიტი ვერ შეფრინდება ვერც ერთ ქვეყანაში, ისევ თვითონ თითის და გატუკებაც კი არ მოუწევთ ნატოელი ჯარისკაცები მიხედავენ მათ უსაფრთხოებას. და ჩვენ ქართულ ხალხს გვერდჩიან მთელი ამდენი ხანია, მათ შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში სწორედ ეს ორი ქვეყანა იყო მოწინავე იმაში, რომ როგორმე ებიძგებინათ და
ეძულებინათ საქართველოს ხელისუფლება და დაგვეწესებინათ სანქციები ქვეყნისთვის, რომლის საოკუპაციო ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არის. ვინ იბრძოლებდა აქ ესტონელი ჯარისკაცს გამოუშვებდა თუ ლიეტუველი ჯარისკაცს? რო სად გაუშვეს უკრაინაში გაუშვეს ესტონელი ჯარისკაცი თუ ლიეტუველი ჯარისკაცი. ამიტომ აი ეს დამოკიდებულება და ფარისეულობა, რომელსაც ხედავთ ჩვენ ესტონელი და lietuveli ხელისუფლებების მხრიდან, ეს დიდი ხანია ჩვენმა მოსახლეობამ ნახა, მათ შორის ნახა ის სამარცხვინო საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, მათი ქმედებები, როდესაც მიტინგზე დადგნენ სხვა ქვეყანაში, ეხლა ასეთ სამარცხვინო ნაბიჯებს რო გადადგავს ხელისუფლების წარმომადგენელი, იქ ეხლა დაანჩენი არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ ამას მიჩვეული ვართ. ხა უკრაინა ასე იქცევა უკვე ბოლო 2 წელია, მაგრამ ხედავთ მე მგონი რომ ჩვენ ამითი არ ვზიანდებით, მაგრამ უკრაინა ნამდვილად იზიანებს თავის თავს, იმით რომ საქართველოს ხალხს თავს ესხმის სხვადასხვა არასამართლიანი გადაწყვეტილებებით თუ ნაბიჯებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს აკეთეს უნდა იმსჯელოთ, რა მოლოდინი გაქვს ამ შეხვედრიდან, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები თუ კრიტიკულ გზავნილებით. ესაც დავამატებთ შეიძლება დაწყებამდე განხილვის რამდენიმე კომენტარიც გარეკე ევროპარლამენტარის ნაწილისგან თქვენს რომ სანქციებიც განიხილოს, სიაწყალო კალას მოთქვა და არც ახლა ნახოთ რა განხილვები ექნება. მე ერთადერთი კითხვა, ღია კითხვა არის დარჩენილი, რას ელოდება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა თუ საკუთარი ინსტიტუცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ ჩვენ გვესმოდა საჯარო დაპირება, რომ ისინი დააკვირდებოდნენ საქართველოს არჩევნებს და არჩევნების შეფასებისთვის მათი მთავარი საფუძველი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო ოდრის დასკვნა. ჩაიარა არჩევნებმა, დაიდო ეუთო ოდრის დასკვნა, მოვისმინეთ, ნახეთ, წავიკითხეთ დასკვნა, მოვიხსნით ზეპირის შეფასებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ამ არჩევნებზე ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ხალხს არჩეული ხელისუფლება და ამის შემდეგ გაირინდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი. რა მოხდა? არ მოეწონა ვინმეს დასკვნა, რამე სხვა მოლოდინი ჰქონდა? და ეს არის ჩვენ ხედავდით წინასაარჩევნოდ არნახული უცხოური ჩარევა ჩვენ არჩევნებში, მათ შორის სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც აქ დადიოდა საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქვეყნის შიგნიდან, ქვეყნის გარედან. გახსოვთ თქვენ, რომ მაშინ ჩვენ ვატარებდით მედია მონიტორინგს, დღეში საშუალოდ 4-5 სხვადასხვა უცხოელი აქტორის განცხადება იყო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხედავდით მათ შორის ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას, ნახეთ დანიის სახელმწიფო როგორ აფინანსებდა საარჩევნო კამპანიას ოპოზიციის და სააკაშვილის პლაკატების გამოფენები რო ხდებოდა ეგრეთ წოდებულ დემოკრატიის ფესტივალად შეფუთულ საარჩევნო ღონისძიებებში. ნახეთ 20 ოქტომბერს ნახეთ პირველად საქართველოს ისტორიაში ოპოზიციამ არ ჩაატარა ცალკე თავისი დასკვნითი ასე ვთქვათ ღონისძიება და ნაცვლად ამისა NGO-ებმა ოპოზიციას დაუფინანსეს 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დასკვნითი ღონისძიება. ეს ყველაფერი არის შორს ევროპული ღირებულებებისგან და უფრო მეტად და მეტად უახლოვდება იმას, რასაც სიტყვით ევროპელი პოლიტიკოსები ებრძვიან ხოლმე. მე სხვა დროსაც ვთქვი, არის გამონათქვამი, რომ ის ვინც ებრძვის ურჩხულს უნდა დაფიქრდეს და თავად არ იქცეს ურჩხულად. და ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსში, რომ იმდენად გართული არიან რუსეთთან ბრძოლით და იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი უწოდებენ, ასე ვთქვათ, არადემოკრატიულ ქცევას და ასე შემდეგ, რომ თავად ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. და ამიტომაც ვამბობ მე, რომ დღეს საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის. მათ შორის დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სტომისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებებისა, რომელზეც ხშირად საუბრობენ, დარჩება თუ არა ის ერთგული დემოკრატიისა და ხალხების ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას რომ სხვა ქვეყნებში ჩაერიოს ხალხის ნებაში და შეეცადოს სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის ჩამოყალიბებას, სადაც ხელისუფლება ჩათვლია მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებაში და პოლიტიკურ დღისწესრიგში ჯდება. ამიტომ ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის, რამდენად
არიან ისინი ერთგული საკუთარი დეკლარირებული ღირებულებების. საჯარო სამსახურში ქართული ენის სავალდებულების განხმებასთან დაკავშირებით სულ ინფორმაციას აუცილებს უკვე მეორე დღეა ოპოზიცია. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, ის ჩანაწერი რომ არ გაუქმებულა და ასევე აი ამ აჟიოტაჟის მიზანი რა შეიძლება იყოს? ხო, აი ეს კიდევ ერთი მაგალითი არის, როგორ მოქმედებს პროპაგანდა და დეზინფორმაცია. და რა ძალა აქვს 21-ში, როგორ შეუძლია მათ იმოქმედოს ადამიანის ტვინებზე, ემოციებზე. ეს არის ზუსტად რბილი ძალა, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, რასაც ქვია პროპაგანდა და დეზინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. საქმე სინამდვილეში არის მარტივად. საჯარო სამსახური საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფო ენად ქართულს, ხოლო აფხაზეთში ასევე აფხაზურს და რა თქმა უნდა, როგორც კონსტიტუციით, ასევე კანონმდებლობით საჯარო სამსახური და სახელმწიფო სამსახურის წარმოების ენა არის ქართული. აქედან გამომდინარე, ეს არის ავტომატურად დადგენილი საქართველოში, რომ ნებისმიერი საჯარო წარმოება სახელმწიფო ენაზე წარმოებს. რაც შეეხება რეგულაციებს, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, როცა საუბარია ცენზე, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ასაკი და ასე შემდეგ, არის მათ შორის ქართული ენის ცოდნა და ეს რა თქმა უნდა ასეც არის და არაფერი არ შეცვლილა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ეგრეთ წოდებულს, იქ არის შესაძლებლობა, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სპეციალისტების მათ შორის დასაქირავებლად ამა თუ იმ ინსტიტუციაში, არის შესაძლებლობა, რომ იყოს მაგალითად უცხოელი ექსპერტი დაქირავებული. მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობთ ჩვენ საჯარო ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულებზე, სადაც ქართულ სახელმწიფო ენაზე მიდის წარმოება, სადაც დოკუმენტები იქნება ქართულად და თანამშრომლებთანაც არის ურთიერთობა ქართულად, რა თქმა უნდა, აქ არის კრიტერიუმი ქართული ენის ცოდნაც. მათ შორის დღეს ერთმა კოლეგამაც თქვა, რომ ასე თუ ჩავხედავთ კანონს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვისაც არც წერია, რომ ქართული ენა უნდა იცოდეს, ან სახელმწიფო ენა. ხა რა გონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვინმე აიჩევა, ვინც არ იცის სახელმწიფო ენა. აი ეს არის, როგორ გითხრათ, სინამდვილეში ძალიან წვრილმანი დეზინფორმაცია არის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზი რო გაუსვა, ქართული ენის ცოდნა იქნება ყოველთვის მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში იმუშავა. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, აი ან ესე ტყუილს როგორ ამბობენ, ვის უნდა დააჯერონ, რომ საჯარო წარმოება, სახელმწიფო წარმოება, სადაც ყველა დოკუმენტი იქნება ქართულად, ყველა წარმოება არის სახელმწიფო ენაზე. როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, რომ იმუშაოს ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მაგრამ აი ეს არის ზუსტად მიზან მიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდა და მინდა ვთქვა, რომ ამისი სათავე არის განცხადება იყო საიას ხელმძღვანელისა, რომელმაც სათავე დაუდო ამ დეზინფორმაციას, ან გაამყარა ეს დეზინფორმაცია და აქ ეხა მე საიას რაღა უნდა მიმართო მათი ასე ვთქვათ დესტრუქცია გასაგებია, მაგრამ საიას ყავს უცხოური დამფინანსებლები. მათ შორის ბრიტანეთი არის ერთ-ერთი დამფინანსებელი და ბოლო პერიოდში ბრიტანეთის ელჩი არის საკმაოდ აქტიური თავისი განცხადებებით და ქართული ხალხისთვის მორალის კითხვით დაკავებული. ამიტომ მე საიას ვერ მიმართო, მაგრამ ვისურვებდი, რომ ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ასე ვთქვათ, მაღალი სიხშირით ვიდეო მიმართვებით გვამახსოვრებს თავს ქართული ხალხის მიმართ. მან ან მის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოსთხოვოს, რომ ეს პროპაგანდა უარყონ, ეს დეზინფორმაცია უარყონ და თქვან სიმართლე და მოიხადონ ბოდიში ქართული ხალხის წინაშე, ან თავად თუ ამას ვერ ახერხებს, თავად ბრიტანეთის ელჩმა ეს დეზინფორმაცია, ვინაიდან ეს არის მისი ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, ეს დეზინფორმაცია უარყოს და კარგი იქნებოდა თუ ბრიტანეთის ელჩი ბოდიშს მოუხდიდა ქართულ ხალხს იმ ანტიქართული დეზინფორმაციისთვის, რომელსაც მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებს. შეუძლებელია, რომ ერთის მხრივ ისარგებლონ პრივილეგიით, რომ სხვა ქვეყანაში შენი ბიუჯეტის ფულით აფინანსო ორგანიზაციები, ეს ორგანიზაციები მამნებლობდნენ შემდეგ, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ფაქტობრივად ჰიბრიდულ ომს აწარმოებდნენ ხალხის წინააღმდეგ და შენ გულხელ დაკრეფილი იჯდე და შემდეგ ვიდეოებს წერდე და მორალს უკითხავდე ქართულ ხალხს. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ შემდეგი ასეთი ვიდეო მიმართვა, როცა ექნება ბრიტანეთის ელჩს, ან მანამდე უკვე საიას კონდეს ბოდიში მოხდილი და განმარტებული ეს საკითხი, ან თავად ბრიტანეთის ელჩმა
განმარტოს ეს დეზინფორმაცია, უარყოს ეს დეზინფორმაცია და განუმარტოს ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ ეს დეზინფორმაცია იყო. რა თქმა უნდა, თუ ბოდიშს მოუხდიდა, რომ მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია აქცევდა ამ დეზინფორმაციას, ეს კიდევ უფრო სულმაღალი ქცევა იქნებოდა მისი მხრიდან. აქვე დავამატებდი, რომ რა თქმა უნდა, ასევე ვისურვებდი, რომ ბრიტანეთმა არ მისცეს თავშესაბარი დავით კეზერაშვილს, ვიცით რომ ბრიტანეთში ეს საერთაშორისო კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება და იქიდან აფინანსებს შემდეგ რადიკალურ ოპოზიციას და მათ შორის რადიკალურ NGO-ებს და ბრიტანეთში იცით რომ თავისუფალი მიმოსვლა აქვს ამ ადამიანს და დღემდე აღსვენია ბრიტანეთის ელჩის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ქართველი ოლიგარქი კეზერაშვილი, რომელიც საერთაშორისო კრიმინალი არის, რატომ აქვს მას შესაძლებლობა ბრიტანეთში თავისუფლად იმოძრაოს და რატომ და არის თუ არა ნება რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ის მოხდება ბრიტანეთში, გადმოსცენ ის ქართულ მართლმსაჯულებას, მით უმეტეს, რომ სტრასბურგმაც უკვე დაადასტურა მისი დანაშაული ქართველი ხალხის და ქართული ჯარის წინაშე. შეტანილი ცვლილებების ნაწილს გავაგრძელებ. გარდა საჯარო მოხელეებისა, ჩვენ ვიხილეთ ხო პარასკევს 3:20 მინუტით გამოტებული რიგი ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნიღბების საკრძალვა, პიროტექნიკის საკრძალვა და ასე შემდეგ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ასევე მისამე სექტორის წარმომადგენლებიც ამახვილებენ ყურადღებას, რომ დამატებითი ისეთი შეზღუდვები იქნა მიღებული, რომლებიც მათივე განცხადებით რომის მიხედვითაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ ამ შემთხვევაში მოხალხეები დააშინოს, რეპრესიული ზომები მიაგებინოს და ასე შემდეგ. აი, მაგალითად ყურადღებას ამახვილებენ თუნდაც იმ ფაქტზე, რომ რაღაცა შვილის მიერ ჩადენ დანაშაულზე, მშობელმა უნდა გადაიხადოს დამატებითი ჯარიმები და ასე შემდეგ. გარდა ნიღბებისა და პიროტექნიკის აკრძალვისა, რატომ გახდა დამატებითი შეზღუდვების მიღება აუცილებელი, რომ განმარტოთ და რას უპასუხებთ კრიტიკას? ჩვენი როგორც კანონმდებლების ვალი არის, რომ დროულად უპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს ხოლმე და განსაკუთრებით, როდესაც ეს გამოწვევები ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ამ აქციების საწყის ფაზაში ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი ჯგუფები, რომელიც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, გაუხსნეს ცეცხლი სხვადასხვა პიროტექნიკის მეშვეობით, ესოდნენ ქვებს, დააზიანეს პარლამენტის შენობა. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი უყურებდით პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა ტელევიზიის, სხვადასხვა რაკურსიდან და ყველა ხედავდით აი იმ ცნობილ კადრს, რომელთაც ფაქტობრივად საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ერთ-ერთმა მოძალადემ პოლიციას. და ამას მთელი ქართველი ერი განვიცდიდით. ამის პარალელურად ხედავდით ზოგიერთი უცხოელების განცხადებას, რომლებიც აი ამ ყველაფერს უყურებდნენ, შემდეგ თვალებში ჩაქვედეს და გვითხრეთ, ეს ხომ მშვიდობიანი იყო. განა მშვიდობა არ არის ქვის როლა? ეს ხომ მშვიდობის აპოგეა, როდესაც მაშხალებს ესვრი პოლიციელს და 150 პოლიციელი დაზიანდება ქვით და დამწრობით და ასე შემდეგ. ეს ხომ არის ის მშვიდობა, რომელიც სანატრელი არის ყველასთვის. ასე თვალში უტიფრად გვიყურებდნენ და მშვიდობიანს ეძახდნენ მასობრივ ძალადობას. და რა თქმა უნდა ეს ახალისებდა კიდევ უფრო მეტად ამ მოძალადებას და ჩვენ ხედავდით რომ პირველ დღეს თუ იყო რაღაც დონის ძალადობა, მეორე დღეს იყო განცხადებები ზოგიერთი ელჩის, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის თუ რამდენად თეთრი ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების როლა, მეორე დღეს კიდევ უფრო წახალისდა მეტად ეს მოძალადეთა ჯგუფი და კიდევ უფრო მეტ ძალადობას ხედავდით. ამის შემდეგ კიდევ ნახეთ შეფასებები, რომ რას ამბობთ, ეს ხომ მშვიდობა არის, განა ვერ დავინახეთ ყაყაჩოები და გვირილები, მათი მიერ ნასროლი და ეს არ იყო სულაც ქვები და პიროტექნიკა, ეს იყო რაღაც არ ვიცი რას ეძახდნენ ამ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტად ახალისებდნენ ამ მოძალადეებს. და რა თქმა უნდა გაოგნებულია ქართველი ხალხი, როდესაც უყურებს ელჩებს, უყურებს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვალში გვიყურებენ და გვატყუებენ პირდაპირ და შავს ეძახიან თეთრს. რა თქმა უნდა ეს გამოუგნებელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი ფარისეულობა, რაც ჩვენ ვიხილეთ. და სწორედ ეს წახალისება იწვევდა კიდევ უფრო მეტ აგრესიას და ძალადობას შემდეგ ამ მოძალადე ჯგუფების მხრიდან და რა თქმა უნდა ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი ჩარჩოში მოქცევა. რაც სრულად შეესატყვისება მათ შორის ევროპულ ჩარჩოებს და სტანდარტებს, რომელიც არსებობს სხვა ქვეყანაში, იქნება ეს პიროტექნიკის საკითხი, იქნება ეს შენიღბვის აკრძალვა თუ სხვა საკითხები. ასე რომ ეს უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, თავად აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის თავად აქციის მონაწილეები
დაზიანდნენ აი პიროტექნიკის თუ სხვა საშუალებების გამოყენებით. ამერიკის შეერთებული შტატების სექურიტეტის დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წელს ანგარიში გამოქვეყნა და დოკუმენტში არის ხაზგასმული, რომ საქართველოს განაგრძო უყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების გამმართველობაშიც მოკეთ უსაფრთხოების საკითხებში და ამ კონტექსტში ასევე ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც ტერორისტული ბრძოლის მთავარი უწყების მნიშვნელოვანი წვლილი და ის რომ შეგვიძლია ეს კიდევ ერთხელ ჩვენი ბოლო 2 წლის ისტორია ხო ზუსტად ეს არის, რომ არის სიტყვები, არის პოლიტიკოსები და პოლიტიკანები, რომლებიც სიტყვებში ჩვენ ხედავთ წვავე დამოკიდებულებას და რეალობისგან აცდენის შეფასებას და რეალობის გამრუდების ცდილობას, შემდეგ ამას მოყვება ხოლმე დოკუმენტები. დოკუმენტში მოტყუება არის რთული. იმიტომ რომ ის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, კონდეს გარკვეული აკადემიური კეთილსინდისიერების რაღაც ხარისხი, დოკუმენტები, ასე ვთქვათ, არ იწვის და არ ნადგურდება და შესაბამისად ის რჩება და რა თქმა უნდა ყველა ფრთხილობს, რომ არ მოხდეს რეალობის გამრუდება ამა თუ იმ დოკუმენტში. და ამიტომ არის ხოლმე რომ იქნება ახლა ეს შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად კარგად მუშაობს ის ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ლიეტუამ და ესტონეთმა, რომლის ხელმძღვანელიც ახლა ხელმძღვანელზე თქვეს, რომ არ შეუშვება საკუთარ ქვეყანაში. აი ეს არის. სამხარეს დგას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც აქ საერთაშორისო სამართლის დამღვევი არის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით საქართველოში რადიკალურ აქციაზე, ოპოზიციის აქციაზე იღებდა მონაწილეობას, ეს დგას სამხარეს, მისი ასე ვთქვათ, საუბრები და რეალობის გამრუდების ცდილობა და მეორე მხარეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დოკუმენტი და ანალიზი და შეფასება, რომელიც საბოლოო ჯამში, სადაც საბოლოო ჯამში რეალობას თვალს ვეღარ აცდენს ხოლმე და ზუსტად ასე არის სხვაგანაც. ჩვენ აი დღეს როცა გვესმის, ხო, ეს განსაკუთრებული თავდასხმა ქართულ ხალხზე უცხოეთიდან და შეფასებები, რომ ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაცა, ასე ვთქვათ, ამის დიქტატურად გამოაცხადონ ქართველი ხალხის ეს სახელმწიფო და იქვე პარალელურად არის კანონის უზენაესობის ანგარიში, სადაც უსწრებთ, ყველა კანდიდატს ხო უსწრებთ და ზედ მიყოლებული კიდე რამდენიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებთ. სადაც არის მაგალითად მართლობის ინდექსები მსოფლიო ბანკის, სადაც ყველა კანდიდატს ხო უსწრებთ, აი მაგალითად უკრაინას აქეთო გვასანქცირებს. აი იმასაც ხო უსწრებთ ყველაფრით. კორუფციის ბრძოლით, სამართლის უზენაესობა, ყველაფრით ხო უსწრებთ, ეკონომიკურადაც ხო უსწრებთ. და მათ შორის მიყოლებული ზედ რამდენიმე წევრი ევროკავშირის. და იგივე არის ახლა ამ შემთხვევაში ეს დასკვნა, იმიტომ რომ დასკვნის დროს, როდესაც ანგარიშს იქ წერენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური დღისწესრიგი ხოლმე. და ამ დროს ანგარიში, რა თქმა უნდა, ფაქტებზე ცდილობენ დააყრდონ. ასე რომ ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში არის პასუხი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. აი ერთ მხარეს არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ესტონეთში შესვლის აკრძალვა და მეორე მხარეს არის ამერიკის შეერთებული შტატების შეფასება ანტიტერორისტულ მიღწევებთან დაკავშირებით. და რა გონიათ ახლა ან ესტონეთს ან ლიეტუვას ეს საფრთხეები ტერორიზმის იქნება თუ უსაფრთხოების ვინ არის ერთ-ერთი ფორპოსტი, ვინც ამას აკავებს, მათ შორის მათთვის როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. გავიგეთ, რომ ეს ნატოს ხოლმე გადაფარებული აქვთ და თბილად არიან და გონიათ, რომ მეტი არაფერი არ სჭირდებათ, მაგრამ საქართველოს ძალისხმევა, რატომ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ძალისხმევას, ხო? ამ ხელა ქვეყანა არის, ჩვენ რაში ვჭირდებით? იმიტომ ვჭირდებით, რომ იცის, რომ რეგიონში ჩვენი ქმედებები მნიშვნელოვანი არის, მათ შორის ტერორისტული თუ სხვა ძალადობრივი საფრთხეების შესაკავებლად. მე ხა ესტონეთის და ლიეტუვა ამ დონეზე არ ფიქრობს, ლიეტუვის ხელისუფლება ამ დონეზე არ წვდება, ასე ვთქვათ, ამ პრობლემატიკას და ფიქრობს, რომ გაიფუჭოს და რასაც აკეთებს, იფუჭებს ურთიერთობას. მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან რა აღარ სჭირდებათ, არ დასჭირდებათ ჩვენთან თანამშრომლობა, მათი უსაფრთხოება რაიმე კუნძულზე არიან, რომელიც გარშემორტყმულია 1000 კილომეტრიანი ოკეანით და ვერაფერი საფრთხე მათ არ ემუქრებათ თუ რა არის. ამიტომ აი ესეთი უპასუხისმგებლობა
ჩანს ამ ქვეყნების ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საკუთარი ცხვირის წინ არ იხედებიან, როდესაც ასეთ სახის გადაწყვეტილებებს იღებენ. მარშები და ასრულებები ესეც საფრთხეს შორის დაგეგმილი და თქვენაზე ფასტ ამის უკან ოპოზიციის რეგულატორების თავდაპირველი რეაქციების უკან და როგორია მათი გეგმა იმ ფონზე როდესაც აქციის მონაწილეების უკან რაც ამაზე მეც დავაზუსტებ თუ შეიძლება ეს მარშები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებშიც გვინახავს და ეს დაგეგმილი სცენარის ნაწილია თუ არა ეს მე მგონი უკვე სიმართლე გითხრათ არასერიოზულად იქცა ყოველდღე რაღაც სხვადასხვა პროფესიის თუ ასაკის თუ არ ვიცი რაღაც სხვადასხვა გენდერის და სხვა მიხედვით ასე ვთქვათ ღონისძიებების დაანონსება მაშინ როდესაც ხედავთ რომ ერთ-იგივე ხალხი არის. ეხლა ხან ერთ-იგივე ადამიანი ხან ასე ვთქვათ კაცების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან იურისტების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან დილით ადრე ამდგომების მარშით იღებს მონაწილეობას და ასე შემდეგ. არასერიოზულია უბრალოდ ეს ყველაფერი და ხედავთ რომ გასაგებია არის რაღაც ერთი სტაბილური რაოდენობა ადამიანებისა, რამდენიმე ასეული, რომელიც ყოველდღე გამოხატავს ამ თავის რაღაც პროტესტს ასე შემდეგ. მე მარტივი კითხვა, რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, რა თქმა უნდა. ეს საკითხი სინამდვილეში რა შეეხება? ჩვენ ხო ამას ვამბობთ, რომ როგორც კი ემოციები დაცხრება და მოუწევთ იმის თქმა თუ რეალურად რა უნდა მათ შორის ამ რამდენიმე ასეულ ადამიანს რეალურად რა არის მათი მოთხოვნა ხო არის მათი პროტესტის საფუძველი ხომ არის არჩევნებში დამარცხებით იმედგაცრუება. და ეს არის მთავარი რაც უნდა გააცნობიეროს ყველამ, ვინც ამ აქციების ორგანიზატორი თუ მონაწილე არის. ჩახედონ საკუთარ გულებში ჩაიხედონ და დაფიქრდნენ სინამდვილეში რა არის მათი პროტესტის საფუძველი. მათი პროტესტის საფუძველი არის არჩევნებში დამარცხებით იმედგაცრუება. ოპოზიციამ და მათ შორის მათმა უცხოელმა მფარველებმა შეძლეს ის რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს დააჯერეს დაარწმუნეს და 100% დააჯერეს რომ მათ აქვთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. დადგა 26 ოქტომბერი, გახსოვთ მათი ყიჟინა, ევროპული თუ რა ვიცი ოპოზიციის მხარდამჭერი საცობები, ბევრი ადამიანი რიგში, ასე შემდეგ, დასულ არჩევნების დღე და ყველამ ჩახედა თავისთვის მწარე რეალობას თვალებში და აღმოაჩინა რომ ის რაც ამ ადამიანების დღის წესრიგი არის, არ არის ქართული ხალხის უმრავლესობის დღის წესრიგი. ასეა დემოკრატია. მე გავიგე რომ ვიღაცა შეიძლება თავისი თავი გონია ან მისი მოსაზრება, მისი დღის წესრიგი გონია ერთადერთი სწორი, მაგრამ დემოკრატია ასე არ არის. ამას ქვია ფუნდამენტალისტური აზროვნება, რასაც ზოგიერთ ასე ჯგუფში ვხედავთ, რომ მარტო მისი წარმოსახვითი, მისი საქართველოს მარტო ისეთი წარმოუდგენია, როგორც მას მიაჩნია სწორად. და ასე არ არის დემოკრატია. დემოკრატია არის ისე, რომ ხალხის უმრავლესობა წყვეტს, როგორი უნდა იყოს ყოველდღიური დღის წესრიგი, პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყნის და ქართული ხალხის უმრავლესობამ ეს 26 ოქტომბერს თქვა. ამიტომ ყველას მოუწოდებ, როგორც ორგანიზატორებს, ისე ამ აქციების მონაწილეებს, აღიარონ რა არის მათი მთავარი პროტესტის საბაბი, ეს არის არჩევნებში დამარცხებით იმედგაცრუება და თუ კი ფიქრობენ რომ ეს არჩევნები ასე დაფიქსირებული შედეგი არ იყო მართებული, აბა თქვან ერთი რომელი ერთი პრეტენზია დაამტკიცეს. და განა იგივეს არ ხედავდი ჩვენ 2020 წელს, იგივე ხალხი სხვათა შორის, ვინც მაშინ აპროტესტებდა. იგივე ხალხი არის ახლაც, რომელსაც აქვს ეს პროტესტის ცნობა, იმიტომ რომ მათი არჩევანი არ არის თავი არჩევანი და ერთი თავი კითხვა, რაც ვიდა მათ შორის ამ აქციის მონაწილეებს დაუსვათ და თქვენს მედიის წარმომადგენლებს მოგიწოდოთ, რომ აქციის მონაწილეებს დაუსვით ეს კითხვა. მაშინ, როდესაც ისინი საუბრობენ ხოლმე რაღაც მაღალ მატერიებზე და რაღაც იდეალისტური წარმოდგენით თითქოს. ხომ აქციებზე დგანან. აი ნებისმიერ ჟურნალისტს დაუსვით შემდეგ ამ მონაწილეებს კითხვა. ვის მისცეს ამ არჩევნებზე ხმა? ხო, ფაქტია რომ ეს ადამიანები დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ არჩევნებში, ხომ? ხმა მისცეს ვიღაცას. თქვან ვის მისცეს ხმა? ქართულ ოცნებაზე უკეთეს ვის მისცენ ერთი ხმა უთხრან საზოგადოებას, აი ტელევიზორში გამოდიან ხოლმე, პირდაპირ ეთერებს ითხოვენ და ერთვებიან ხოლმე და ქართულ ხალხს რომ
ხან ლექსით ანებიურებენ და ხან არ ვიცი მე რაღაც ფრაზებით. თქვან პირდაპირ ეთერში ვის მისცეს ხმა ქართულ ოცნებაზე უკეთეს. და მე ნახავენ, მე და ნახოთ გაბედავენ თუ არა იმის თქმას ვის მისცეს ხმა. იმიტომ რა თქმა უნდა ვერ გაბედავენ. იმიტომ რომ ამ არჩევნებში ქართულმა ხალხმა ზუსტად ეს თქვა, რომ ამ არჩევნებში ქართულ ოცნებაზე უკეთესი არჩევანი არ არსებობდა და ამიტომაც ქართულ ოცნებას აქვს ხელისუფლების მანდატი. აქციის მონაწილეები განსხვავებული ასეთ ადამიანებს რადიკალური მეთოდებით შეებრძვიან, არის ნახევარშორა ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ქალბატონს არასრულწლოვანი შვილი ყავს გვერდით და მას აბილირებენ აქციის მონაწილეები. აი ეს მეთოდები რომ შევაფასოთ, თუ გასაგებია. უბრალოდ ყოვლისა ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას. ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენას და ჩვენს დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ, ოჯახის მიმართ და ეწინააღმდეგება მათ შორის ქართული პროტესტის კულტურას. მათ შორის ის რომ ცდილობენ არასრულწლოვნებით ჩართონ აქტიურად აქციებში, მათ შორის ძალადობრივ აქციებში, ჩვენ ვნახეთ არასრულწლოვნები, რომლებიც ქვას ესვრიან პოლიციას და ამას უქებენ, ტაშს უკრავენ და ახალისებენ გარშემო მყოფი ზდასრული ადამიანები. და ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ძალიან შორს არის ამ აქციებში მონაწილე გარკვეული ჯგუფი ყველაფრისგან, რაც არის ქართული და ყველაფრისგან, რაც მათ შორის არის ადამიანური ამ გაგებით. თუმცა აქაც სამწუხაროდ ხედავთ უცხოურ წახალისებას და მე მინდა გავიხსენო UNICEF-ის განცხადება, რომელიც აი იმ მწვავე დღეებში, როდესაც მეგაფონიანი კაცები შერბოდნენ სკოლებში და მე-4, მე-5 კლასელებს თუ პატარა ბავშვებს მეგაფონით უვარდებოდნენ კლასში, რომ გამოეყვალათ ისინი და წაეყვანათ აქციებზე. და მათში აი ამ მე-4, მე-5 კლასელებში ბავშვებში, რომლებიც რა თქმა უნდა მთელ კომპლექსურობას სხვადასხვა საკითხისა ვერ აღიქვავენ, მათში გააღვივონ მტრობა, გააღვივონ სიძულვილი სხვადასხვა ხალხის მიმართ, ხელისუფლების მიმართ, მისი თანაკლასელების მიმართ, რომელიც შეიძლება ასე აფიქრონ, ჩვეულებრივ სიძულვილის გაღვივა ხდებოდა. და ნაცვლად იმისა, რომ UNICEF-ის აქაურ ადგილობრივ წარმომადგენლობას და გახსოვთ თქვენ მაშინდელი პროტესტი, რომელიც ყველას გაუჩნდა, მათ შორის მათ ვინც შეიძლება ხელისუფლებას ეწინა, ყველას გაუჩნდა, რომ ბავშვი არასრულწლოვანი, რომლის ფსიქიკაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის, მათი ამხელა წნეხი და სიძულვილით გაჟღერტვა ადამიანების, უბრალოდ ადამიანურად გასაგებია, რომ დაუშვებელი არის და ყველას გვინდოდა რაღაცნაირად დაცვა ბავშვებისა ამ ყველაფრისგან. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ UNICEF-ისგან შეგახსენებთ, ეს არის გაეროს ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მოქმედებს. მოგვესმინა რამე განცხადება ან თუნდაც წინადადება, რომ ან რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ბავშვების სასიკეთოდ და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების განცხადება, ნახეთ მათი დადებული ბანერი, ამონარიდი ბავშვთა უფლებების დეკლარაციიდან და მათი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ბავშვებს მივცეთ აქციებზე პროტესტის გამოხატვის უფლება. ეს პერიოდი ჩაივლის და ჩვენ UNICEF-თან გვექნება აუცილებლად საუბარი ამაზე, თუ რა იყო ეს. თუ არა წაქეზება, რომ ბავშვები აქციებზე, რომლებიც იყო ძალადობრივი და სადაც პირდაპირ ხედავდით, რომ ბავშვების ჩათრევა ხდებოდა ამ ძალადობაში, ქვების როლაში, სიძულვილით გაჟღენთილი ტექსტები, რომელიც გვესმოდა სხვადასხვა არასრულწლოვანის მხრიდან, მათ შორის პოლიციის მიმართ და ასე შემდეგ. ამას არანაირი ამ განცხადებას UNICEF-ისას არანაირი კავშირი არა თუ ბავშვთა უფლებებთან არა. ამით არჩევებს, რომ არ ვიცი მე ხა ვინ მუშაობს მან და ვინ არის წარმომადგენლობა, მაგრამ არანაირი გრძნობელობა ბავშვთა უფლებების მიმართ საერთოდ არ გააჩნიათ. ასეთი მავნებლობა, რაც ჩვენ UNICEF-ისგან ვიხილეთ იმ დღეებში განცხადების სახით, უბრალოდ ერთ რამეს აჩვენებს, რომ შეუძლებელია ამ ადამიანებს ესმოდეთ ბავშვის საუკეთესო ინტერესი რას ნიშნავს და არის ძალიან მძიმე, როდესაც ხედავ, რომ საერთაშორისო ეგიდით მოქმედი გუნდი, რომელიც საქართველოში არის, ალბათ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციიდან გამომდინარე, იყენებს ამ დაძაბულ დღეებს და ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდოს ყველას, რომ ფაქიზად მოეყრონ ბავშვთა ფსიქიკას და
მათ შორის სასწავლო პროცესის ჩაშლისკენ მიმართულ ქმედებებს მოერიდონ, ნაცვლად ამისა აკეთებს განცხადებას, რომლითაც პირდაპირ აქეზებს, დასრულებს, რომ ბავშვები დააყენონ აქციებზე და აქეზებს ბავშვებს მათ შორის იმისთვის, რომ ესეთი ასე ვთქვათ აქციების მონაწილეები იყვნენ. ამიტომ ეს არის ძალიან სამწუხარო, რაც ჩვენ ვიხილეთ UNICEF-ის მხრიდან იმ დღეებში და მე იმედი მაქვს, რომ როგორც მთავრობის შესაბამის წარმომადგენლებს, არ ვიცი, ვისაც აქვს კონტაქტი ამ ორგანიზაციასთან, ისე ჩვენს თუ გვექნება საშუალება პარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება სერიოზული საუბარი, თუ რა მიზნებს ემსახურებოდა იმ დღეებში ეს მავნებლური განცხადება. შეეხება რადიკალური მეთოდებით ბრძოლას განსხვავებული აზრის ადამიანების სამართლით, ეს როგორ ფასდება? რა ისიც საქმე იმაში არის, რომ ეს ჯგუფები, ოპოზიცია, რომელიც ამ ყველაფრის მთავარი ინსპირატორი არის, მათი მთავარი მამოძრავებელი ელინგი არის სიძულვილი. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში, მოქმედებდნენ სიძულვილით, მათ შეეძლოთ, რომ ოღონდ 26 მაისს ჩატარებულიყო აღლუმი და შეეძლოთ, რომ სისხლიც კი დაეღვარათ რუსთაველზე და ამას გეგმავდნენ ზუსტად ნაძვისხის ართებასთან დაკავშირებით, რომ იქ მომხდარიყო რაღაც ინციდენტი იმისთვის, რომ საკუთარი სისხლიანი წარსული მაგალითებით, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად აქეთ გადმოიტანათ ახლა უკვე როგორც აქციის მონაწილეებს და შეტაკების ინსპირირება ყოფილიყო, იცით რომ ნაძვისხის ანთების დღე როცა იყო დათქმული, იქ მათ შორის სცენის აწყობაზე მომუშავე ადამიანების მიმართ იყო აგრესია, ბოთლებს ესროდნენ და ხედავდით რა განწყობაც იყო საერთო ჯამში და როგორი მოტივირებულებიც იყვნენ და კიდევ ერთხელ ოპოზიცია სახეები ხო ერთ და იგივე რამე შეიცვალა ბოლო არ ვიცი 20 წლის განმავლობაში ერთ და იგივე ხალხია რომელიც ხან ერთ ჯგუფშია ხან მეორე ჯგუფშია მათ შორის საკუთარი ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი მხარდამჭერი სახეებით სხვადასხვა სფეროდან კულტურის თუ ხელოვნების თუ რა ვიცი სხვა სფეროებიდან ერთი და იგივე ხალხი არის რომელიც მამოძრავებელი ენერგია არის სიძულვილი და ეს არის ჩემი აზრით მთავარი პრობლემა იმიტომ რომ სიძულვილს მხოლოდ რადიკალიზმი შეუძლია წარმოშოს სიძულვილს შეუძლია მხოლოდ ისაკეთებინოს რომ ბავშვებს შეუვარდეს სკოლაში რა იქ როგორ შეიძლება იყოს რაიმე ნასახი სიყვარულისა როდესაც ბავშვებს უვარდები საკლასო ოთახში მეგაფონით და უყიჟინებ მათ რომ გამოიყვანო გარეთ ამხელა დასრული ადამიანი ვერ ხვდება რა ფსიქიკურ რა ზიანს აყენებს ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას აი ამ ისტერიით რასაც ისინი თესავდნენ მაგრამ კიდევ ერთხელ როდესაც იდეოლოგიის საფუძველი არის სიძულვილი მაშინ გექნება ისეთი ავტორიტარული ხელისუფლება როგორც ყავდა ჩვენ 2012 წლამდე შექმნი წამების მანქანას შექმნი ბიზნესის რეკეტის სისტემას შექმნი ადამიანების დაკნინების და დამცირების სისტემას და როდესაც ეს ძალაუფლება გამოგეცლება ხელიდან ამ ყველაფრის რეალიზაცია სიძულვილის სადღაცას ხონა გადმოაფრქვიან და ამის კარგ საშუალებას შემდეგ იძლევა სოციალური მედია სადაც აი ამ სიძულვილის ზღვას ვხედავთ მათ შორის უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მხრიდან და ვხედავთ ამ რეალიზებულ ვერბალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას მათი მხრიდან. ამიტომ არ ვიცი მათთვის გამოსავალი რა არის. თავარი არის რომ ჩვენ ვის პასუხისმგებლობით უყურეთ ამ ყველაფერს ჩვენ დავანახოთ ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენი დამოკიდებულება იყოს პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობით გამშვალი. პრემიერ-მინისტრის შეფასებაზე უნდა ვკითხოთ ის ნებისმიერ უცხოელ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტის, თავაზობს დიალოგს ნებისმიერ ფორმატში, დახულოსაც და საჯაროსაც. როგორ აფასებთ ამ შეთავაზებას და ამ პოლარიზებულ გარემოში ელოდებით თუ არა მსგავს დიალოგს? ჩვენ გვქონდა ადრე შეთავაზება, ნახეთ რომ გამოგვეხმაურნენ თითქოს ორი ადამიანი და შემდეგ ნახეთ რომ მათ შეეშინდათ ამ დიალოგის და გაექცნენ ამ დიალოგს. ვინაიდან სინამდვილეში მათ ვიცაც გაცნობიერებული აქვთ რასაც აკეთებენ ძალიან კარგად იციან რომ ნებისმიერ არგუმენტირებულ საუბარში ისინი დამარცხდებიან საზოგადოების თვალწინ. იმიტომ შეუძლებელია სიცრუე და აღქმებით შეიძლება მოატყუო ცოტა ხანი
საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ მუდმივად ვერ მოატყუებ მას და ასეთი დისკუსია, განსაკუთრებით კი საჯარო დისკუსია, რა თქმა უნდა, საზოგადოებას პირდაპირ დაანახებდა, თუ რამდენად ცრუ არის მათი ეს ვითომ და რაღაც ემოციებს, რომელსაც აფრქვევენ ტელევიზიიდან. ამიტომ ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალაში არის ის, ვინც ფიქრობს, ვინც არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ აზრებში თუ ემოციებში, ვისაც შეიძლება რაღაც საკითხებში ვერ გაერკვა, არასწორად აღიქვა, რა თქმა უნდა, მზად ვართ ყოველთვის ასეთ საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ის ბირთვი, ძალადობრივი ბირთვი, რომელიც არის მთავარი, ასე ვთქვათ, შემქმნელი დეზინფორმაციისა, პროპაგანდისა, ტყუილისა, რომელიც შემდეგ ამ ადამიანების ემოციებზე უნდა იმუშაოს, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საუბარში ისინი ყოველთვის დამარცხდებიან საზოგადოების თვალწინ, ამიტომაც ისინი ბლოკავენ განსხვავებულ აზრს. ამიტომაც არის, რომ დღეს აქ არ არის არც ერთი არხი, რომელიც ოპოზიციის კუთვნილი არის. იმისთვის, რომ მათ მედიაში დაიბლოკოს განსხვავებული აზრი. და აქვე მინდა გავიხსენო ის, რომ ლიეტუვას და ესტონეთს შევარცებ ახლა ამ სავიზო შეზღუდვებში აღმოჩნდა მედიის წარმომადგენლები, ხო, თუ ხელმძღვანელები. აი ეს ხალხი, ეს ლიეტუველი და ესტონი ხელისუფლები, რომლებიც გვარამიას ეხუტებიან და ჟურნალისტად აღიარებენ პროკურორს, რომელიც ტელეიმედს დაძდებდა დასახურად და დასაჭერად მის ხელმძღვანელობას. აი ამ ადამიანს ეძახიან ჟურნალისტს. აი ეს არის მათი სტანდარტი ჟურნალისტიკის. აი მათი სტანდარტი ჟურნალისტიკის არის ზუსტად ასეთი. ამიტომ და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ის, რომ აქ არ იმყოფება ახლა ოპოზიციის კუთვნილი პროპაგანდისტული მედია, ესეც იმის დასტურია, რომ მათ არ აწყობთ, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს მათ მედიაში და მათმა მაყურებელმა მოისმინოს ეს განსხვავებული აზრი. იმიტომ დღეს ყავთ გარკვეული რაოდენობა თაკუთან მხარდამჭერებისა იდეოლოგიზირებული და მონუსხული, ასე ვთქვათ, იმ პროპაგანდით, რომელსაც ისინი ავრცელებენ და ხვდებიან, როგორც კი ერთი წვეთი სიმართლე შევა იმ ბოღმის მორევში, რომელსაც ისინი ყოველდღე ხარშავენ საკუთარ ტელევიზიაში, ის ერთი წვეთი სიმართლეც კი შეძლებს ამ დეზინფორმაციული კედლის გარღვევას. კალას კითხეს დღეს, რომ აპირებდა თუ არა გაიგრძელებინა სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ და კალსის პასუხი იყო ამ შემთხვევაში ის, რომ რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრამდე და შეიძლება მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდესო. ამას როგორ იგებთ თქვენ, რას ნიშნავს ეს განცხადება? ეგეთქვით არ ვიცი ხარ ასკულის, მაგრამ მართალია, რაც თქვა, 29 დეკემბრამდე ქალბატონი სალომე ინარჩუნებს ამ პოზიციას, 29 დეკემბრიდან საქართველოს ეყოლება პატრიოტი ხელისუფალი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა მიხეილ ყაველაშვილის განსაკუთრებულ როლს, როგორც ამ პოზიციაზე. პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დაზიანდა ბოლო პრეზიდენტების მხრიდან, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომემ ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, რომ შეიძლება მართლა წლებით დაჭირდეს, რომ ეს ზიანი გამოსწორდეს. მან შემოიღო პრეცედენტი, რომ თუ გაურიგდები რადიკალ ჯგუფებს პარლამენტში და შეძლებ იმას, რომ ასე ვთქვათ 50-ზე მეტი წევრი პარლამენტისა იყო გარიგებული, შეიძლება აკეთო ყველაფერი და არ ღვიო კონსტიტუცია, ყველაფერი. ჩაიდინო დანაშაული მათ შორის, ვინაიდან აქაც იმუნიტეტი აქვს პრეზიდენტს, ხომ? ანუ აბსოლუტურად გადაახიო თავზე კონსტიტუცია შენს მოსახლეობას, ყველაფერი ჩაიდინო, იმიტომ რომ ზურგი გექნება გამაგრებული რადიკალების მხრიდან. და ეს პრეცედენტი, რომ ასე ვთქვათ, მივიწყებას მიეცეს და დაირღვეს, ამას წლები დაჭირდება. და წლები დაჭირდება იმ ავტორიტეტის აღდგენას, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს და მიხეილ ყაველაშვილი ამ როლისთვის არის გამორჩეულად კარგი კანდიდატი და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართულმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს ნახოს, რას ნიშნავს
ნამდვილი პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში, პრეზიდენტი, რომელსაც ერთის მხრივ არ აქვს სახელმწიფო ბერკეტები და ეს არის ზუსტად საპარლამენტო რესპუბლიკის მახასიათებელი პრეზიდენტი არის მართალია ის არის სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ ის არ მართავს სახელმწიფოს. აი ეს უნდა დაგვანახოს ჩვენ მიხეილ ყაველაშვილმა და ესეთი პრეზიდენტი უნდა დავინახოთ ჩვენ, რომელიც მართავს არა თავისი სახელმწიფო ბერკეტებით, არამედ ის არის თავისი ავტორიტეტით მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისთვის. საუბრობს რომ მანამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ან შემთხვევაში რა შეიძლება გულისხმობდეს ეს ნიშნები. არაფერი მანამდე არ მოხდება, ისე დაღამდება და გათენდება, როგორც ერთ საქართველოს ეკადრება, ყველას დაწყებული აქვს უკვე წინასაახალწლო სამზადისი, ნაძვისხებს აწყობენ სახლში, ხედავთ რომ აქციაზე არის რამდენიმე ასეული ადამიანი და ათასობით ადამიანი არის სხვადასხვა ასე ვთქვათ მოლებში თუ ასე შემდეგ და ყველა სამზადისი აქვს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები გაამზადოს, მოემზადოს ახალი წლის დასახვედრად, მოემზადოს შობის აღსანიშნავად, რომლის ჩამწარება ასე ძალიან უნდათ რადიკალურ ოპოზიციას და ისიც ვნახეთ რომ სურვილი აქვს რომ შობის დარწმუნებული რომ კიდევ ერთხელ იქნება მცდელობა რომ შობის დღესასწაულის ასე ვთქვათ საეკლესიო კალენდარი შეგვიცვალონ და შობის დღესასწაული 25 დეკემბერს გადმოიტანონ, ამასაც დავინახავთ რა თქმა უნდა იმის შემდეგ რაც ვნახეთ ჩვენ თავდასხმა ეკლესიაზე, თავდასხმა ბავშვებზე, ყველაფერზე ასე ვთქვათ, ყველა მცდელობა იქნება, მაგრამ როგორც თენდება და ღამდება საქართველოში მშვიდობიანად და ურთიერთსიყვარული, ზუსტად ასე გათენდება და დაღამდება. მიუხედავად იმისა, ვის რა გეგმები, სურვილები თუ ზრახვები აქვს საქართველოს მიმართ. მაინც რა შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილის გეგმა და ოპოზიციის გეგმა 29 დეკემბრის შემდეგ ისინი არ აღიარებენ არც პარლამენტის და არც პრეზიდენტის არჩევნებს. ინაუგურაციის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს? არ ვიცი. მე იმედი მაქვს რომ ჩვენს ისტორიაში პირველად არ ვნახავთ პრაქტიკაში რეალიზებულ გამონათქვამს, რომ ვიღაცა საკუთარ სკამს ჩაებღაუჭა. აი თუ კი ასე ვთქვათ, სიტყვით ჩაებღაუჭება საკუთარ სავარძელს მოქმედი პრეზიდენტი, ესეც იქნება კიდევ ერთი დიდი სასაცილო გვერდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც უკვე თვალით დავინახავთ რეალიზებულ გამონათქვამს, რას ნიშნავს სავარძელს ჩაბღაუჭებული თანამდებობის პირი და ამ სურათს თუ დაგვანახებს, როგორ ებღაუჭება სიტყვით როგორ ებღაუჭება თავის სავარძელს, ავიც ალბათ ერთს გავიცინეთ ქართველები და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენს დიდ ისტორიას.